რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსთან კავშირების გასაღრმავებლად მზად არის და ქართულ მხარეს მოუწოდებს დაფიქრდეს. მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობებით რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ გალუზინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, როგორ შეაფასებდა მოსკოვსა და თბილისის შორის ურთიერთობების ნორმალიზების ამჟამინდელ პერსპექტივებს და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას. გალუზინი საქართველოს ეკონომიკასაც განიხილავს და ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად ეკონომიკური თანამშრომლობა პროცესის მამოძრავებელი ძალაა. ჩვენ მზად ვართ რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად ეკონომიკური თანამშრომლობა ამჟამად ამ პროცესის მამოძრავებელი ძალაა. 2025 წელს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 2.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩვენს ბაზარზე ქართული ღვინის 2/3, ალკოჰოლური სასმელების ნახევარზე მეტი, მინერალური წყლის 40% და ხილის 90% მოდის. რუსეთი თავის მხრივ საქართველოს ხორბლისა და ზეთის წამყვანი მიმწოდებელია. მსგავსი სიტუაცია საქართველოს ძირითად ტურიზმის ინდუსტრიაში. თითქმის ყოველი მეოთხე ტურისტი ჩვენი ქვეყნიდანაა. მე მჯერა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. თუმცა პოლიტიკური დიალოგის არარსებობა მკვეთრად ეწინააღმდეგება ამ ეკონომიკურ წარმატებებს. ალბათ ღირს საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, თუ რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში. თუმცა ეს მათი საქმეა. ჩვენ უბრალოდ გვინდა თბილისმა იცოდეს, რომ მოსკოვი ღიაა თანამშრომლობის გაფართოებისთვის იქ, სადაც ეს ორმხრივ სარგებელს მოიტანს. გალუზინი თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულ ურთიერთობებში დასავლეთს ადანაშაულებს და ქართულ ოცნებას ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას უწონებს. განწყობილი ვართ განვავითაროთ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების საქართველოსთან. ჩვენი კავშირები ბუნებრივია და არა რუსეთის მიერ ხელოვნურად თავს მოხვეული, როგორც ამის წარმოჩენას დასავლეთი ცდილობს. როგორც დრომა ჩვენ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არავინ ელოდა ქართულ პროდუქციას, რამაც გამოიწვია მრავალი ეკონომიკური სექტორის, მათ შორის სტრატეგიული სექტორის დაცემა. გარდა ამისა, რესპუბლიკის ნატოსა და ევროკავშირში მიღების დაპირებები აშკარა მანიპულირებაა. ხედავთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენისკენ ისწრაფვის. ისინი უკმაყოფილონი არიან იმ სიტუაციით, როდესაც საქართველოს შიდა პოლიტიკის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისგან გარჩევა ძნელია. ჩვენ გვესმის თბილისის მცდელობები დაასრულოს გარე დიქტატები, ასე მისი ნაბიჯები ქართული იდენტობის დასაცავად. მიხაილ გალუზინის პასუხად ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მათ რუსეთთან კონტაქტი არ აქვთ. ჟურნალისტმა კობახიძეს რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსეი ოვერჩუკის მიერ გაკეთებულ განცხადებზეც კითხა. ოვერჩუკმა თქვა, რომ რუსეთს აფხაზეთის გავლით საქართველოსთან რკინიგზის აღდგენა სურს. პასუხად კობახიძემ ისევ გაიმეორა, რომ რუსეთთან კომუნიკაცია არ აქვთ, თუმცა იქვე დაამატა, რომ რაიმე სიახლის შეხვედრაში საზოგადოებას ამის შესახებ თავად ეტყვიან. ჩვენ არ ქონია ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია, ეს შემიძლია გითხრათ. დანარჩენი არ ვიცი. ჩვენ კომუნიკაცია, ჩვენ არ ქონია. რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის გავლით ამის ჩვენ არ ქონია ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია. თუ რაიმე სიახლე იქნება ამ მიმართულებით, ჩვენ თვითონ წარუდგენთ შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას. ის რომ რუსეთი საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა ჟურნალისტებთან საუბრისას 13 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა შეფერხებული სატრანსპორტო გზის განბლოკვაზე, მათ შორის განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით. იმ დღესვე რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადება შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსულ მხარეს მათთან კომუნიკაცია არ აქვს. თემასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს რკინიგზაშიც გაკეთდა. მათი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის და გაუგებარია რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში.